პროევროპულ საპროტესტო აქციებისას დაკავებული ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულო ცნო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ახობაძეს ხტომათა დარბაზიდან დღესვე გათავისუფლდა. მას გულშემატკივრები სასამართლო ფოიესა და ეზოში შეძახილებით შეხვდნენ. დეტალებში მოყვები რატო ველოდი? ცოტათი ველოდი, მაგრამ ესე ძალიან ერთი მინდა რომ ყველა ყველა მედია საშუალებას პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ იმ გვერდში დგომისთვის, ესეთი დეტალური გაშუქებისთვის და არ ვიცი კიდე ალბათ 10 იმდენი ნანახი არ მაქვს, რაც შიგნით შემომდიოდა თქვენ ნამუშევარზე ინფორმაცია და ალბათ სახში რომ მივალ შოქში ჩავარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან, ამიტომ პირველი ემოცია რაც მაქვს, ალბათ მადლობა თქვენ ყველას მიმართ. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა მედიასთან მის ბრალთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მისთვის წარდგენილი ბრალი, რომელიც 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, სრულიად არაადეკვატური იყო. ეს მუხლი უცნაური იყო თავიდანვე, იმიტომ რომ დაჭერილი ვყავდი დაახლოებით ერთი იგივე რაღაცის ვიყავართ ყველა დაჭერილი. უბრალოდ უცნაური იყო თავიდან ეს მუხლი თავიდანვე. მეგონა რომ რაღაც განსაკუთრებულად გამოყვეს და უფრო მკაცრად გჯიდნენ. მე გზაში მეგონა რომ შეიძლება უბრალოდ შეგვაშინეს ამხელა, ითი რა ქვია, ვადით. საერთო ჯამში სასამართლო რომელშიც იწერებოდა ცარიელ ფურცლებზე 2000 ლარიანი ჯარიმები, სადაც 5000 ლარიანი ჯარიმები, რომლებიც წერება, სადაც არც ერთი შუამდგომლობა არ კმაყოფილდება, სადაც პროკურორი არ ვიცი თავს გზნობს როგორც ჯაკუზში, არ ვიცი ხა მან ლაპარაკი, სასამართლო არ არის ერთი მოსამართლე, სასამართლო არის ინსტიტუცია და ინსტიტუცია უნდა მუშაობდეს გამართულად. უფრო აი რა შეიძლება შესწომები იყოს 1% და 2% და როცა 1% შეიძლება იყოს სამართლიანი განაჩენი, სამართლიანი დავარქვათ და 99% იყოს მართული და უსამართლო განაჩენები, ამაზე თუ ვინმე კმაყოფილდება, არ ვიცი აი როგორ უსურო ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება რა. სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი, მოსამართლეს მანტია რო აცვია, მე არ ვიცი ამხელა სტატუსის მქონე ადამიანს საჯარო მოხელექვია ხო საერთოდ მოსამართლესაც, როცა მანტიას იცვავ და სხვა ადამიანების ბედს წყვეტ, ამხელა ნდობა რო გაქვს სახელმწიფოსგან 4 მილიონი ადამიანი რო განდობს თავის ბედს, შემთვლის ყველაზე მართალ ადამიანად, ობიექტურად რო განსაჯო და სამართალი დააყენო და იმას აკეთებ, რასაც ხედავ ჩვენ სასამართლოში. იქ რაღაცა სპეკულირება, ერთმა მოსამართლემ კარგად მოიქცა, მეორემ ცუდად და მესამე საშუალოდ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ საკუთარი თავებისვე შეურაცხყოფა არის ჩვენთვისვე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ეგ სასამართლო და მოსამართლეებმაც უნდა მიხვდნენ, რომ აი ამდენი ხალხი რო ვდგავართ ქუჩაში და მათ შორის მათ პროფესიასაც რო ვიცავთ, უნდა მიხვდნენ ვის მხარეზე უნდა იყვნენ, სამართლის და სიმართლის მხარეს უნდა იყვნენ. სამართალი და სიმართლე დღეს არის ჩვენ მხარეს, ხალხის მხარეს, ჩვენ ვართ სამართლის და სიმართლის მხარეს და მოსამართლეებსაც ყველას მოუწოდებ, ვისაც ღირსება შერჩენია, რომ ცოტა მეტად დაფიქრდეს მომავალი ამ ქვეყანაში უნდა გაატარონ მათ თავარ ბატონს. შევახსენებ 69 წლის არის და გადახედონ საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცის და არ ვიცი აი რამდენი ხანი აპირებენ, აი 10 წლის მერე რა შვებიან. მაინტერესებს 10 წლის მერე თვალებში როგორ შეხედავენ 4 მილიონ ქართველს. გიორგი ახობაძე მზია ამაღლობელის განაჩენზეც ისაუბრა. ეხება მზია ამაღლობელის მუხლს, არ ვიცი აი ეს რა ქვია მაგ წითელოყება ბიჭს, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ჭირდებათ და მაინც აი სახე ვერ შეინარჩუნეს, იმიტომ რომ თუნდაც
თუნდაც ის რასაც მზია ამბობდა, რაც გავაკეთეო, იმ მუხლის მიხედვით შეეძლო და ყოფნოდათ ეს 6 თვე, რომელიც ისედაც უსამართლოდ ყავდათ ეს ადამიანის ციხეში. ეს იყო რაღაცა შუალედური, ვითომ არც მწვადი დაწვეს, არც შამფური, მაგრამ არ ვიცი, რანაირად შეიძლება ვერ ხვდებოდე უარყოფილი ადამიანი, რომ ეს 2 წელი იქნებოდა 4 თუ 7, ერთი და იგივეა მორალური თვალსაზრისით და იმ სიმართლის თვალსაზრისით, რაც მზიას აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ ქონა, 2-ს მიცემდნენ, 1-ს მიცემდნენ. ციხეში რომ დატოვეს, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ მათი, არ ვიცი, არც ინდისი, არც ნამუსი აქვს, არაფერი არ აქვს, არანაირი ღირებულებები არ აქვთ. უბრალოდ ვიღაც ტიპს, წითელ ლოყებას, როგორ გითხრათ, უთხრეს რომ აი შენ გვერდი თუ არ რაც ცოტა იმყოფინე ეს 2 წელიო, ესე უთხრეს რა რეალურად. გიორგი ახობაძის ადვოკატის ლაშა ცუცქირიძის თქმით, სასამართლომ გვერდი ვერ აუარა იმ არგუმენტებს, მტკიცებულებებსა და რეალურ ფაქტებს, რომელიც სასამართლოში წარადგინეს. როგორც ადვოკატმა განმარტა, მათ მოსამართლეს ბრალის აბსურდულობა აჩვენეს. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობდა ეგრეთ წოდებული ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.